აკეთე ვიღაც იქიძახდა რომ არიქა ის კამერატო გააკეთე მე მიწაზე დავიძინებ და ასე შემდეგ მოკლედ მე არავის არაფერს არ მოუწოდებ რა მე უბრალოდ რაღაც ინფორმაციას გაწვით ახლა გინდესე გამოიხენეთ გინდისე ანუ თვით გადარჩენაში არის აი 5 ძირითადი ელემენტი უბრალოდ 6 პირველია რომ ცოცხალი გადარჩეთ ეხლა ცოცხალო გადარჩეთ ამისთვის რა არის საჭირო პირველი წყალი კონდეთ ფსიქოლოგიაზე თუ ვთქვით სული სიმხნევა უნდა დაკარგოთ და პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ არიქა ეს და იაღლიში გამიგორდა დავიკარგეთ და რამე რომე თუ შეგეშინდათ და ეგეთ გზნობებს აყევით ჩათვალეთ რომ არაფერი არ გიშვებთ შუა მაკდონალდში შეიძლება გული გაგისკდეთ ახლა ხო და რა ეხლა 5 ძირითადი რაღაცა კომბრას დაგჭირდება თუ გადარჩეთ ეგ არის ცეცხლი უბრალოდ ჯერ წყალი ცეცხლი საკვები თავშესაფარი და ადგილმდებარეობაზე ორიენტირება ეგ ყველა ვარიანტში უნდა იცოდეთ ეხლა რა შეეხება წყალს წყალი ყველაზე თავარი კომპონენტი ანუ წყალი ყველაზე როგორ გითხრათ საჭიროა იმიტომ რომ წყალი თუ დაკარგეთ ზამთარში გინძაფხულში ორგანიზმიდან შეიძლება დაკარგოთ ისე ვერც გაიგოთ აი საკვებს ეხება საკვები არის რამის მე-20 ხარისხოვანი იმიტომ რომ ადამიანი საჭმლის გარეშე ძლებს 48 დღე აქედან 20 დღე შეგიძლიათ რომ იმოძრაოთ ან ეხლა მთები და დალაშქროთ და რამე არა მაგრამ ივლით ერთი კვირა გარანტირებულად ივლით ეხლა ზოგს გონია მოშიება აი რომ მოშივდია და რაღაცი შეჭმა მოძდომებია შიმშილი ეგ არ არის შიმშილია 4 5 6 7 დღე რო ჭამთ რაც არა ჭამთ რაც დარწმუნებული ვარ რომ არც ერთ ეგეთი რამე არ გადაგიტანიათ რომ თქვა 5-ია 7 დღე არ გეჭამოთ იმიტომ კი არ გეჭამოთ დიეტაზე ხართ იმიტომ რომ უბრალოდ საჭმელი არის ასე რომ საჭმელი არის 30 ხარისხოვანი იმიტომ მე ტყეში ისეთ რაღაცა ის პოვნად შეიძლება და შეჭმაც რაც კიდე დიდხანს გაგაგზავნეთ მაგრამ უწყლოდ სიარულის დრო შეიძლება იმდენი წყალი დაკარგოთ ტემპერატურას გააჩნიათ კიდე რომ ძალიან მალე დაიღუპოთ ნუ აი 4-5 დღე რო წყალი არ დალიოთ სადაც მე-3 დღე შეიძლება უკვე რაღაცა დაგემართოთ ნუ ყველა ვარიანტში ეგ რაც შეეხება ნუ წყლის მოპოვებაზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ საჭმლის მოპოვებაზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ თავშესაფარი თოვლში გავაკეთეთ ისე გავაკეთეთ ტოტებით წიწვებით ფოთოლი რო გამოვა სხვანაირადაც გავაკეთებთ ანუ რამოდენი